დღეს ნახავთ ახალი კროსოვერი Porsche Cayenne Coupe, უნიკალური ტრეკ-კარი Ferrari P80C, Ford GT-ს მსოფლიო რეკორდი 1 მილი დისტანციაზე, 2JZ GT ძრავი ახალ Toyota Supra-ში. Coupe-ს მაგვარ კროსოვერებზე მოდამ Porsche-მდეც მიაღწია. Cayenne Coupe-ს თავისებურებაა შუშის სახურავი, რომელიც ერთიან დეტალს წარმოადგენს და აქტიური უკანა სპოილერი. 90 კმ/სთ სიჩქარეზე მეხუთე კარის პანელი 135 მმ-ით იწევა. სტანდარტულ Cayenne-თან შედარებით Coupe-ს წინა და უკანა დგარი მეტად დახრილია. სახურავი დაწეულია 20 მმ-ით. ასევე უფრო დაბლა დგას უკანა საბარძლები. საბარგული შესამჩნევად შემცირებულია 625 ლიტრი 770 ნაცვლად. ტექნიკურად Cayenne Coupe მთლიანად იმეორებს ჩვეულებრივ Cayenne-ს. Ferrari P80C კომპანიის ყველაზე ექსტრემალური და ამავდროულად ყველაზე ხანგრძლივი პროექტია. მანქანაზე მუშაობა 2015-ში დაიწყო და მხოლოდ ახლა ოფიციალურად გადაეცა შემდგაც. ავტომობილი აწყობილია სარბოლო Ferrari 488 GT3-ის ბაზაზე. როგორც დონორი, P80-ც არ არის დაშვებული საერთო მოხმარების გზებზე და ლეგალურად მხოლოდ დახურულ ტრეკზე შეუძლია სიარული. ამან შემქმნელებს უფრო მეტი თავისუფლება მისცა, პირველ რიგში აეროდინამიკასთან მუშაობისას. სამწუხაროდ ფას და ტექნიკურ მონაცემებს კომპანია არ ასაჯაროებს. 300 მილი საათში, ანუ 483 კმ/სთ სიჩქარე. მით უმეტეს ასაფრენ ბილიკზე დღეს არ არის გასაკვირი, მაგრამ არა 1 მილი, ანუ 1600 მეტრ დისტანციაზე ადგილიდან სტარტისას. ეს ამერიკული გუნდი M2K Motorsport's ახალი მსოფლიო რეკორდია. როგორც წინა წლებში, ამჯერადაც 2006 წლის გაძლიერებული Ford GT გამოიყენეს. 5.4 მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე არ არის ცნობილი, მაგრამ Top Gear-ის გამომცემლობის ინფორმაციით საუბარია 2500 ცხენის ძალაზე. M2K Motorsport-მა 2017 წლის თავისივე რეკორდი მოხსნა. მაშინ Ford-მა 1 მილი დისტანციაზე 472 კმ/სთ-ში განავითარა. Toyota GR Supra-ს პრეზენტაციიდან 2 თვის მერე აზიური ფორმულა დრიფტის ორგზის ჩემპიონმა Daigo Saito'm თავის ავტომობილში სტანდარტული BMW-ს B58 ძრავის ნაცვლად წინათაობის Supra-ს 2JZ GT ძრავი ჩადგა. D1 ჩემპიონატისთვის Daigo Saito's ავტომობილზე ძრავის მოცულობა გაზრდილია 3 და 4-მდე. დგას HKS-ის GT3 Air Turbo კომპლექტი. სიმძლავრე 800 ცხენის ძალაა. ტესტირებისას ავტომობილს შეექმნა პრობლემები. საიტი იმედოვნებს, რომ ჩემპიონატამდე, რომელიც 1 თვეში ჩატარდება, მანქანას მწყობრში მოიყვანენ.